Წალენჯიხის საბავშვო ბაღებში სიახლეა ჩვენ სრულად მოვამარაგეთ ახალი თეთრეულით ბაღები და ეს არის პრაქტიკულად ბოლო 15 წელიწადში ერთადერთი განახლება სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენთვის ბუნებრივია ბავშვები არის პრიორიტეტი და ამიტომ სრულად მოვამარაგეთ ახალი თეთრეულით წალენჯიხის ბაღები. Რამდენი საწოლიც არის ბუნებრივია შესაბამისი რაოდენობა იქნა შემოტანილი. ეს არის საკმაოდ მაღალი ხარისხის თურქული წარმოების თეთრეული, რომელიც შესაბამისი ხარისხით არის, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი და ბავშვები ბუნებრივია იქნებიან ბევრად უფრო კომფორტულად ახალ თეთრეულში დაიძინებენ, ამიტომ კიდევ და კიდევ ბავშვები ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, პრიორიტეტული და ჩვენ ვხედავთ როგორ ვითარდება, რამდენი ინვენტარი შემოდის, რამდენი სათამაშო იქნება ეს თუ სახელმძღვანელო იქნება და ახლა უკვე ბუნებრივია თეთრეულის გამოცვალება ყველა ბაღში და ეს არის ჩვენი მთავარი მიმართულება, მთავარი პრიორიტეტი ჩვენ ზრუნავთ ბავშვებზე და ნებისმიერი ბაღის თანამშრომელი იქნება თუ მშობელი თითოეული მათგანი აღიარებს იმას, რომ ჩვენთვის უმთავრესი არის ბავშვები, პრიორიტეტული არის ბავშვები და ამას ჩვენ ბუნებრივია გავაგრძელებთ და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე ავიღოთ. ასევე მოგეხსენებათ, რომ კვების ნაწილი იქნა მნიშვნელოვნად გამოსწორებული ბოლო წლებში და დღეს უკვე ერთ ბავშვზე იხარჯება 7.5. ეს არის მაქსიმალური, რაც შეიძლება რომ ჩვენ გავაკეთოთ და ბავშვის რაციონი, კალორაჟი არის სტანდარტებთან აბსოლუტურ თანხვედრაში და კიდევ ვიმეორებ, რომ მუდმივად ხდება აი ამ მენიუს, ასე ვთქვათ, კორექტირება, უფრო მაღალ დონეზე აყვანა, უფრო შესაბამისად ახალი პროდუქტების შემოტანა და ჩვენ გვინდა რომ წალენჯიხელი ბავშვი იყოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, კარგი პირობებში მყოფი ბავშვი და კარგი გარემო როგორც სახელმძღვანელოთი, ასევე ბუნებრივია თეთრეულით, ინვენტარით, სათამაშოებით და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ გავანებიუროთ ნამდვილად წალენჯიხელი ბავშვები და ამისათვის ყველაფერს გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანია წალენჯიხის 35-ვე ბაღში როგორც იქნა, მე მგონი 15 წელია არ შეცვლილა აქ თეთრეული და გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია კვება და ძალიან ხარისხიანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კვება, უკვე თავად შეიძლება ითქვას, რომ სანიტარული ნორმები, ჰიგიენური ნორმები უკვე სტანდარტზე არის და აი ეხლაც კი, როცა ჩვენ პირველ სართულზე ვართ, პირველ ბაღში, მეორე სართულზე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ევროპული ტრენინგი, როგორი უნდა იყოს მიდგომა პედაგოგების მოსწავლეებთან და დაინერგა ყველა ბაღში არის უკვე თეატრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაღში იყოს ახალი თეთრეული და მიხარია, რომ 35-ვე ბაღს დღეიდან ექნება ახალი თეთრეული. ბუნებრივი, ძალიან მაღალი ხარისხის, რაც მთავარია, ეს არ არის სინთეთიკა, ნახატიც, პრინტიც, ასე ვთქვათ, არაჩვეულებრივია და შეუძლიათ კიდევ ხიარული ფერებია და როგორც იქნა გოგონებს ცალკე კი, ცალკეა, მაინც ფერების აღქმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და აი ეს ფერადოვანი გამა ჩერჩეულია. გოგოებს სხვა ფერი აქვს, ბიჭებს სხვა ფერი აქვს, ფერადოვანი გამაც არაჩვეულებრივია. ამჩნევია. ბიჭების არის, გოგოების არიან ამბობენ ხოლმე. კარგია. სათამაშოებსაც. კი, თუმცა მე არ მგონია, რომ ფერს აქვს ესეთი. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ბავშვები ესე აღიქვამენ, მიუყვეთ მათ არტყმას. და იყო შენიშვნა, რომ მოძველებული იყო ეს თეთრეული ბავშვების და ისე გადავწყვეტეთ ეს საკითხი და ჩამოვიტანეთ და დღეს დაიწყო ქალაქის ბაღების მომარაგება 150 კომპლექტი ჩამოტანილი გვაქვს პირველი ეტაპი ქალაქის ბაღებს მომარაგებ და მთელ 34 ბაღს თუ ესე ერთი თვის განმავლობაში ყველგან ჩავიტან და გავახარებთ ბავშვებს. სინთეტიკა არ არის ყველაფერი ჩადეს სტანდარტს რომ ექვემდებარება ისეთი თეთრეულია მოიხსენებათ ამას თავისი ექსპერტი ყავს და ამ ექსპერტიზიდან გამომდინარე გამოდის ჩვენთან რომ იყოს ბავშვისთვის ჰიგიენური სუფთა. ჩვენ რამდენად დავარიგებთ სრულად ბაღებში?
ქალაქის ბაღებში თითქმის ყველგან ან დღეს ყველა ბაღს ექნება ახალი თეთრეული. ქალაქის ბაღებში. ბავშვები დაიძინებენ ახალ თეთრეულში. კი ბატონო, აგერ საზღვარში გვიდევს, ასე რომ აღარ განაზირის. ძალიან კარგი.